საღამომშვიდობის თქვენ პრეზონას უყურებთ, მე ალეკო გრიგალაშვილი გახლავართ და დღევანდელ გადაცემაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ წარქმეულ ბიზნესებზე. ერთ-ერთი მათგანი დაინტერესდა უფლებადამცველთა გაერთიანება, მისი თავმჯდომარე სტუმრობს დღევანდელ პრეზონას ნიკოლა ლოზნჯავანაძე. საღამომშვიდობის ბატონ ნიკა, მადლობთ რომ გვესწავლეთ. დიდი მადლობა. გუშინ თქვენ გამართეთ კონფერენცია, სადაც წარმოადგენთ სქემა, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლება ახდენდა წარქმეული ბიზნესების, თქვათ, ართმევას. ამ შემთხვევაში თქვენ ისაუბრეთ ელიტ ელექტრონიკსთან მიმართებაში და აღნიშნეთ ანზორ კოკოლაძეს წარქმეული ბიზნესი. მოდით აი ამ თემით დავიწყოთ საუბარი. უამრავი მსგავსი თემა გვაქვს ირგვლივ, რომელიც ეტაპობრივად განიხილება. ერთ-ერთი თემა, რომელიც თქვენ დაინტერესებთ, მე უკვე გავაჟღერე, ეს არის ელიტ ელექტრონიკსი. გისმენთ ყურადღებით, მოკლედ ამ სქემის ირგვლივ ვიტრიალოთ დღეს ვისაუბროთ. რა შემდგომარეობს ამ სქემის არსის, ეს პირველი კითხვა. ჩვენ ანგარიში წარვადგინეთ გუშინ ფართო საზოგადოებისთვის და ამ ანგარიში მოცულია ის სქემა, თუ როგორ მოქმედებდა ხელისუფლება საერთოდ ბიზნესის წინააღმდეგ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ელიტ ელექტრონიქსის დამფუძნებელი ანზორ კოკოლაძე არ იყო სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენი. ის არ უხდიდა სააკაშვილს იმ წვეულებებზე თანხებს და არ უხდიდა თანხებს ნაციონალურ მოძრაობას წინასაარჩევნოდ და მაშინ თქვენ კარგად მოგეხსენებათ დავაზუსტებ უბრალოდ ეს არის სქემა არა სქემას წარმოადგენთ ხათი უბრალოდ მე წინასწარ ვიძახი რომ რატომ ამოღებული ეს კომპანია სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, იმიტომ რომ რეალურად მაშინ ის პერიოდში იყო ესეთი სიტუაცია, რომ არ უნდა დარჩენილიყო პატარა ჭანჭიკიც კი ყველაფერი უნდა გაკონტროლებულიყო და მით უმეტეს ახლა ესეთი კომპანია, რომლის 2007 წელს ბრუნვა გახდათ 274 მილიონი რალი და 59 მაღაზიას ფლობდა, რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა კონტროლის ქვეშ ყოფილიყო, კონტროლის გარეთ ყოფილიყო. და სქემა გახდათ ესეთი, რომ თუ კი ვთქვათ სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო ესათვის კომპანია, შედიოდა ფინანსური სამსახური და მაშინ ფინანსურ სამსახურს ხელმძღვანელობდა და შემოსავლების ბიზნესის სამსახურის შემოსავლების სამსახურს დავით კეზერაშვილი. შესვლა განხორციელდებოდა, ხდებოდა დაჯარიმე და რაღაც აბსურდული ბრალდებით. შემდგომ ეს კომპანია, რა თქმა უნდა, იმ თანხის გადასახდელად მიმართავდა ბანკს საგარანტიო ფურცელისთვის და ეს საგარანტიო ფურცელი, როდესაც იქნებოდა აღებული, იქ ხდებოდა შემდგომში აქციების ჩატვირთა უზრუნველყოფის სახით და შედიოდა, ესე იგი, ხდებოდა შემდგომ ეს პროცედურები კიდევ ძლიერდებოდა ამ შემოსავლების სამსახურიდან და აღნიშნულ, ესე იგი, კომპანიებში შედიოდა შემდგომ ბანკის მესვეურები და ხდებოდა ხელოვნურად ბანკის მმართველების მხრიდან არ გადახდა. დავაზუსტოთ, აქ საუბარი გვაქვს TBC ბანკზე. TBC ბანკზე, დიახ, და სქემა იყო სხვა მხრივადაც, ანუ სხვა კომპანიებთანაც idენტური სქემა მოქმედებდა, როგორც ელიტ ელექტრონიკა დაკავშირებით ეს სხვა კომპანიებთან. და შემდგომში ხელოვნურად ხდებოდა არ გადახდა გრაფიკით გათვალისწინებული პირობებისა და შემდგომში უკვე ამ აქციების გაყიდვა ხდებოდა რაღაც მიზერულ ფასად და ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებზე ხდებოდა ისევლე ხელისუფლების წარმომადგენლებზე დარეგისტრირება ამ კომპანიას. ზუსტად ეს მაგალითი მოხდა ელიტ ელექტრონიკა დაკავშირებით, ანუ როდესაც შევიდა საგადასახადო სამსახური, ჯერ ესე იგი შემოწმება არ იყო დამთავრებული, არავინ არ იცოდა რა იყო დარღვევა როგორ იყო და როდესაც ეს თანამშრომლები, ანუ ეს საქმის მასალები თქვისდება, როდესაც თანამშრომლები რაღაც პროტესტ გამოთქვამდნენ, შეშფოთებული იყვნენ, ესეთი რაღაცა ითქვა, რომ ნუ გეშინიათო 15 მილიონს დაგაწერთო და იმას გადაერთა პრობლემა არ იქნება. ეს ძალიან მშვიდად. ძალიან მშვიდად, ეხლა და შემდგომში ეხლა ეს გასაჩივრებული იქნა ეს ყველაფერი ჩამოვიდა 7 მილიონზე და რაც არის აბსურდული, იმიტომ რომ 7 მილიონზე რო ჩამოვიდნენ, რეალურად ანუ რო გასაჩივრდა, წესით ის 7 მილიონი, ნაწილი 7 მილიონითაც უნდა ჩამოეყოთ, იმიტომ რომ ის 7 მილიონიც ზუსტად ამ კუთხით იქნა დაწერილი ამ კომპანიაზე. და ეს სქემა, როდესაც ამოქმედა, ანუ აქ ახლა რატომ იკვეთება TBC ბანკის თავისი ქმედებები ამ კომპანიას. TBC ბანკისა თქვენ საუბრობთ დავით კეზერაშვილს და გიგი უგულავას, რომელიც იტალიაში იმყოფება და გვპირდება რომ ძალიან მალე ჩამოვა. იცით რა შესაქმე? ახლა მე თქვენ მოგიტანეთ კადრები, გუშინ საზოგადოებამ კი იხილა ეს კადრები და ზუსტად ხელისუფლება ძალიან შეთანხმებულად ეს კეზერაშვილი, ადეიშვილი, უგულავა და TBC ბანკი ძალიან შერწყმულად მოქმედებდნენ ამ კომპანიის წინააღმდეგ. კერძოდ რაში გამოიხატება ეს, რომ როდესაც ეს სხვათა შორის საგარანტიო ფურცელი აიღო TBC ესე ელიტ ელექტრონიქსმა, 2 თვით ადრე 1 მილიონზე არ გასცა საგარანტიო ფურცელი. ძალიან საეჭვოდ და ძალიან მალე მოხდა 7 მილიონზე საგარანტიო ფურცელის წარდგენა. შემდგომში, როდესაც ეს წარდგენილი იქნა,
დაიწყო მასირებული შეტევა აღნიშნულ კომპანიას. სასამართლოს ბატონიკა ერთ უკაცრავად გაგაწყვეტინებთ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ მოექცა TBC ბანკი ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში. მაშინ როდესაც ეს ბანკი აცხადებდა რომ არის ძალიან სტაბილური, ანუ ხალხზე მზრუნველი და ასე შემდეგ. აი რა ფაქტებმა წნეხი ეს არ არის ეს თვითონ საუბრობენ. არა, თვითონ იმიტომ საუბრობენ, რომ ეხა ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ეს დაჭერილი ჩინოვნიკები საუბრობენ რაღაც წნეხზე და რეალურად იმაზე, რომ უდანაშაულები არიან და ეხა ეს არის უბრალოდ თავდაცვის ინსტინქტი, როდესაც გონიათ ეხლა ამ ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებს, რომლებიც გარეთ არიან, რომ რაც უფრო მეც იყურებენ, რეალურად ამითი თავს დაიცავენ და ეს არის აბსურდი. აქედან გამომდინარე, ეხა ჩვენ არაფერს ეს საბრალდებო დასკვნა არ არის. ეს არის ანგარიში. ეს არის ანგარიში. არ ჩვენ არც TBC ბანკის და არც ელიტელექტრონიკის ადვოკატები, აქ არის კონკრეტული ფაქტები მოყვანილი. ანუ თუ შეიძლება ჩავალ კი ბატონო, აგერ მე შემიძლია მაყურებელს ვაჩვენო, ეს არის გაერთიანების დასკვნა TBC ბანკთან მიმართებაში დაინტერესების შემთხვევაში. ანუ როდესაც ესე იგი ეს დაიწყო ეს მექანიზმი ამოქმედა, ესე იგი მათ მოიდომეს შემდგომში რომ 51%-ის აქციების 55% აქციების წაღება და ფარულად ესე იგი მოხდა ესე იგი რეგისტრაცია და შემდგომში მიხვდნენ ერთი შეცდომა დაუშვეს რომ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო იყო 75%. ანზორ ქოქოლაძეს ეს ქონა გათვალისწინებელი როგორც ჩანს და შემდგომ დააბრუნეს ეს რეგისტრაცია. ეს არის თაღლითობა უკვე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ვინაიდან ამ მსგავსი ქმედება დაფიქსირდა. შემდგომში აი ხა ეს კადრებს თუ გავუშვებ ძალიან კარგი იქნება. TBC, ესე იგი გიგი უგულავა მივიდა თანამშრომლებთან შეხვედრაზე 2009 წლის ესე იგი 25 აგვისტოს ხდება ეს ყველაფერი და უგულავა გამოდის და ჯერ ვინ ეკითხება პარალელი მაინტერესებდა TBC ბანკსა და გიგი უგულავას შორის. ეს გეუბნებ და მიდის უგულავა, ეს არის სამსახურეო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და აგრეთვე სამსახურეო უფლებამოსილების გადამეტება, ვინაიდან რეალურად ეს ადამიანი ეუბნება თანამშრომლებს, რომ ეს ცუდი მართველები ყავს ელიტელექტრონიკს და ეხლა შემოვა აქ ბანკის მართველები და ყველაფერი კარგად იქნება. ვინ ეკითხებოდა გიგი უგულავას კერძო კომპანიის საქმეებში ჩარევის? ეხლა რომ სად არის, არ ვიცი, ეხლა რეალურად იტალიაში შეიძლება ეხლა სხვაგანაც არის, არ ვიცი. ეს არის რეალური ფაქტი, აი აგერ ვიდეო ფირი, ანუ ჩვენ ეხლა რაღაცას ხوار ვიგონებთ. არა, კი ბატონო, მოგვიანებით შევთავაზოთ, რომ შევთავაზოთ ვიდეო კადრები, სადაც ეს ადამიანი აშკარად ერევა და ამბობს. ანუ იმიტომ ვლაპარაკობ ჩვენ რაღაც შერწყმულ ქმედებებზე TBC ბანკისა და ხელისუფლების, რომ რეალურად ეს ადამიანი ქალაქის მერი გამოდის და ამბობს, რომ ელიტელექტრონიკის ყავს ცუდი მართველები და TBC ბანკის მართველები შემორენ ისინი გაუძღვებიან ამის მტკიცებულება არის ამ ფილმში. დიახ, ეს ფერი აი იძახის ეხლა ეს კაცი ეს არის დახურული ინფორმაცია და ზუსტად ქოქოლაძის კომენტარია უკაცრავად ხომ გიგი უგულავასთან მიმართებაში თუ ვცდები? არა, ეს მე რასაც ვიძახი გიგი უგულავას სიტყვებია. ანუ გიგი უგულავა თანამშრომლებთან მივიდა და ეს განაცხადა, ეს არის დაფიქსირებული ეს კადრები რომ მოვიდეთ გუშინ იხილა კიდევ საზოგადო მინდა თქვენ თუ მოხერხდება რომ ვიხილოთ და ზუსტად იმავე დღეს ანუ როდესაც განვაცხადე რომ ეს აქციები მეთქი ეს 55% აქციებისა, ესე იგი იქნა ესე იგი დარეგისტრირებული მათზე, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს რომ 75% იყო გადაწყვეტილების მიღება და რეგისტრაცია ისევ ესე იგი შეაჩერეს და უკან დააბრუნეს პროცესი და ამით ჩადენილი იქნა 180-192 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული. აქ აი მაგიტომ ვლაპარაკობ ჩვენ როდესაც რომ ხელისუფლება ძალიან სინთეზში მოქმედებდა TBC ბანკთან. ამას შემდგომში მოყვარა რომ რეალურად TBC ბანკს უნდოდა რომ მართლობაში შემოსულიყო მისი ხალხი. რეალურად აღნიშნული კომპანიის მართლობაში. რასაც ეწინააღმდეგებდა ანზორ ქოქოლაძე კატეგორიულად, იმიტომ რომ იცოდა რომ რეალურად ეს ადამიანები ხელოვნურად შეძლებდნენ იმას რომ დაგროვებულიყო დავალიანებები. ეხლა როდესაც აი საუბრობს ეხლა დღეს ეს ხელოვნურად ხდებოდა. დიახ, ხელოვნურად. დღეს ეხლა საუბრობდა მათი წარმომადგენელი ადვოკატი იყო რომ აი დავალიანებები დაგროვა. ვინ დააგროვა მე ეს დავალიანებები? ვინ არ გადაიხადა ეს ხესხით გათვალისწინებულ პირებს? თქვენ მიერ დანიშნულმა ხალხმა, რომლებიც შევიდა მენეჯმენტში, ანუ სანამდე ელიტელექტრონიკს მართავდა უშუალოდ ანზორ ქოქოლაძის კადრები, დავალიანებები არ იყო, ანუ ყველაფერი იხდებოდა ნორმალურად, მიდიოდა გრაფიკით გათვალისწინებული და ამას სარეაბილიტაციო წარმოება დაიწყო და სხვათა შორის რუსთავიორზე ბიზნეს კურიორში რო გამოვიდა მათი წარმომადგენელი აღიარა კიდევაც რომ რეალურად ყველაფერი კარგად მიდიოდა. კარგი, ბატონი ანზორის დაპატიმრების მიზეზზე იქნება ვისაუბროთ კი? ანუ რო ვერ
ვერ გატეხეს. ძალიან ზოგ ქოქოლაძე სხვათა შორის სანამ დააპატიმრებდა ნეუბნებოდნენ რომ რეალურად ის მას უნდა გაენებებინა ბრძოლა ამ კუთხით. უნდა მონაპარაკებულიყო TBC ბანკთან ეს აქციები და ეს კაცი ხა ჩვენთვის გარკვეულწილად ხა ჩვენ მართალია ობიექტური რა ნეიტრალიტეტს ვიჩენს, მაგრამ იცით რატოა დასაფასებელი და ჩვენ პირველად იმიტომ მოვამზადეთ ეს დათქმა ელექტრონულ დაკავშირებით რომ ჩვენ სხვათა შორის სანამ ეს ამბების ხელისუფლება შეიცვალა, მაშინაც პროტესტს გამოვთქვათ ამ კუთხით, რომ რეალურად ეს კაცი ვერ გატეხეს, ამ კაცს მარდათ ეს თავისი პრინციპული პოზიციით ეს აქციები, შემდგომში გააგზელა ბრძოლა ციხიდან და ანუ ციხემდე კი დაჭერამდე მას რა თქმა უნდა ვერ მიაღწია შეთანხმება და ეს კაცი ვერ და ეს გამოთქმა ძალაშევი ჩვენთან არ არის, ჩვენს წინააღმდეგ არის და დააპატიმრეს ამ ამას გახსოვთ ალბათ არის შეგახსენებთ რომ ესე იგი, როდესაც იყო მუქარები კომპანიის მიმართ, ესე იგი დაწვეს კომპანიის საწყობი ელექტრონიკის 9 მილიონი ზარალი მიაყენეს და მარტო აზურ ქოქოლაძე კი არ იქნა დაპატიმრებული, იქ ფეიქრიშვილი აუდიტი დაიჭირეს, ესე იგი ქოქოლაძისა, აგრეთვე თანამშრომლები, სხვათა შორის ნათესავები მისი აზურ ქოქოლაძის შეკვო მიადგნენ უკვე ტექნობუმს. თქვენ კარგად მოგიხსენებათ რომ ესენი ამათ რომ ხელში ჩაიგდეს ელექტრონიქსის შესულმა TBC ბანკის მმართველებმა, ანუ იმ ხალხმა, რომლებიც მართავდნენ ელექტრონიქსს, საჩივარი შეიტანეს პროკურატურაში, დაიწყო უკვე გამოძიება ტექნობუმის მიმართ, ანუ შემდგომ უკვე სქემა ამოქმედა ტექნობუმის მიმართ. ეს ხელისუფლება რო დარჩენილი ყო ალბათ ტექნობუმსაც იგივე ბედი ეწეოდა და უკვე ტექნობუმში დაიწყო. მონოპოლია გასაგებია. იმ შემთხვევაში თუ კი მონოპოლია არ გავრცელდა იმ კომპანიებზე, რომლებიც დაჭირდება მსგავს პრეცედენტებს გადავაწყდით. ჩვენ ყველაფერი საფუძვლიან ეჭვში იძლევა. ჩვენ ახლა კატეგორიულ ვერ ვიქნებით რა თქმა უნდა, ვიტყვი ეს გამოძიების დასადგენა, მაგრამ ძალიან სინთეზში ემყარა. კარგი, აი ამასთან დაკავშირებით აღნიშნეთ გამოძიება, რას გეგმავთ ამ საქმესთან დაკავშირებით? მე აზոր ქოქოლაძე საკმაოდ ბევრი ადვოკატები ყავს, ეხლა ჩემი დაცვა მას ნამდვილად არ ჭირდება, რეალურად ეს ადამიანი თვითონაც დაითავს თავს, მაგრამ ვიცი რომ სტრასბურგში აქვს შეტანილი საჩივარი, აპირებს თქვენი გაერთიანება ამ დასკვნას გადაუგზავნის პროკურატურას. საფაქტიურად ეხლა დიდი გამოძიება აქ არ არის საჭირო, იმიტომ რომ აქ არის კონკრეტული ფაქტები. ეს არ არის რაღაცა ყურით მოთხრეული რაღაცა თემები. რეალურად ეს არის ყველაფერი ქრონოლოგიურად დაწყობილი. ძალიან მაინტერესებს ეს ანგარიში და თუ კი ოდნავ ჩაუღრმავდებით, იქნება ძალიან კარგი. TBC ბანკის. დიახ, ანუ რეალურად იცით რა არის, მე აი როდესაც საუბრობ ამ TBC ბანკთან დაკავშირებით, იცით რაშია საქმე? აქ კიდევ არის სხვა მომენტიც კიდე. თქვენ კარგად გახსოვთ ბანკი Კონსტანტას საქმე. აქაც ძალიან ბევრი კითხვები ისმევა ბანკ Კონსტანტთან დაკავშირებით. შემოიერთა TBC ბანკმა. ჩვენ სხვათა შორის შემდგომ დასკვნას გავაკეთებთ Კონსტანტთან დაკავშირებით, აგრეთვე ძალიან ბევრი კითხვებია მაგნატი რომელიც გალხმა მიისაკუთრა და ეს ბიზნესები საერთოდ ეხლა ჩვენ ვიცავთ კიდევ ერთ ქართულ ბიზნესმენს, ეს არის თემურ კვარაცხელია და ის გახდა მსხვერპლი კეზერაშვილისა და ადეიშვილის იმ ზეწოლისა და იცით რა არის, ეხლა სხვათა შორის გუშინ რო ქონდა პრესკონფერენცია და ამიკავშირდნენ კიდევ ბიზნესმენები, რომლებსაც გია უდესიანმა წაართვა ბიზნესები, ეხლა ჩვენ უნდა შევხვდეთ და დაველაპარაკოთ ამ ხალხს. ანუ იცით რა შეასაქმე ეს ხელისუფლება, აი უბრალოდ სირცხვილია დღეს ეს ხალხი რო გამოდის ტელევიზიით, ეხლა ვიღაცა გამოვიდა ეგ და ხალხო როგორ არ აქვს ხვენიათო, ეხლა არ მინდა ვიცნობ იმ ადამიანს, არ აქვს ხვენიათო, ეს შვიდათ რო გეძინათო, ამ ხალხის დამსახურებაო, ვის ეძინა შვიდათ, ამ ხალხს ეძინა ელექტრონიკს, რო კომპანია რომელსაც 2007 წელს ერთ-ერთმა პირველმა აიღო ISO სერტიფიკატი, აზոր ქოქოლაძემ ეს კომპანია აი 100 ლარიანი საწესდებო კაპიტალი დაიწყო და მიიყვანა იქამდე რომ 2007 წელს 274 მილიონი ბრუნვა ჰქონდა. და ბევრია მსგავსი კომპანია, რომელსაც ჩვენ ახლა ამაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ბევრი არის და აი ზოგადად რომ მიმოვიხილოთ ის სიტუაცია, რომელიც აი ამ სფეროშია. იცით რა შეასაქმე, ეს ხელისუფლება იმიტომ იყო ესეთი აგრესიული და იმიტომ იყო ესე მყარად და ყველა ერთი და იგივე პირები სახელდებიან თითქმის ყველა საქმესთან მიმართებაში. იცით თქვენ თქვენს კარგად იცით რომ რეალურად საქართველოს მართავდა 5 ოჯახი. ეს იყო კეზერაშვილი, ადეიშვილი, უგულავა, სააკაშვილის ოჯახი და რა თქმა უნდა კიდევ რამდენიმე ისეთი წვრილი ბიზნესმენები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ აი ამ ოჯახებს და დღეს ეხა აი როდესაც ბევრი ლაპარაკობს, ეხა შეიძლება საზოგადოება ცოტა ყურს ძალიან ხშირად ხდება ყურში ეს კეზერაშვილი და ადეიშვილი. ადეიშვილი რუხი კარდინალი იყო, რომელიც მოქმედებდა ფარულად და არ ჩანდა ისე როგორც სხვები ჩადნენ, მაგრამ ყველაფერი ხდებოდა ამ ხალხის მეშვეობით. ისეთი რამე გაუკეთეს ამ ხალხს, რომ რეალურად ეხა ერთ-ერთი ბიზნესმენი მოვიდა სხვათა შორის ჩემთან, ნარკოტიკი ჩაუდეს და იარაღი
ეს არის და როდესაც ესე იგი შევიდნენ ციხეში და უთხრა აფხაზეთიდან ავარო და ისეც ემამ უხაძემ რომ აი მხედველობა, ჯანმრთელობა ყველაფერი შეარყეს. ვინც არ ტყდებოდა, ყველა ციხეში მიდიოდა და ვინც ტყდებოდა, ეხლა უბრალოდ იცით რატოა დასაფასებელი ეს ადამიანი. ეს ადამიანი ციხეშიც იბრძოდა და ციხეშიც აგზელებდა ბრძოლას თავისი და რამდენიმე საათით ადრე დაკავებამდე გააკეთა განცხადება რომ მის მიმართ მოქმედებდა ეს კომპანია ხელისუფლებასთან ერთად და იცით რა შეა საქმე არ შეიძლება ყველაფერი იყოს ყველას შეჩერს ეს დაუსჯელობა რეალურად დღეს მესმის რომ ძალიან ცუდია ეხლა აი ადამიანურად ეხლა მეც მეწოდებიან ესე ეხლა ბატონიკა უკაცრავად რა მოხდებოდა თქვენი აზრით ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო აი ძალიან რიტორიკული რეალურად ჩვენ აქ არ ვიждებოდით პირადად მე ალბათ დაპატიმრებდი აი ამ კომპანიებთან მიმართებაში კომპანიები რა თქმა უნდა რეალურად ეხლა ელიტ ელექტრონიკსაც განადგურებული იყო ეხლა მიმდგარი იყვნენ ტექნობუმზე ალბათ იმასაც იგივე ბედი ეწეოდა და ფაქტიურად ხელისუფლება აპირებდა იქ ეხლა ამ არჩევნების შემდგომ ის რაც იყო დარჩენილი ტრუტული იმასაც ფაქტიურად ყველაფერი მსხვილი რაღაც ობიექტები მის ხელში იყო გადასული მაგრამ რაღაცა თუ იქნებოდა დარჩენილი იმასაც განადგურებდა რეალურად მათთვის არ შეიძლება ყველაფრის იყო სახიფათო განადგურებდა თუ თავის ზემოქმედება ან ზემოქმედება ან განადგურება არა იცით რა შეა საქმე ხა აი როდესაც გავლენა დიახ TBC ბანკთან დაკავშირებით გუშინ ეხლა ერთმა კითხვა დამისმა აი იმ ეხლა ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა ამოიდგა ხმა და ლაპარაკობდნენ კი ბატონო ამ ორი დღის განმავლობაში თქვენ პირადად რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი საქმე გააჭრევთ რაც ვთქვათ საზოგადოებამ არ იცოდა ხო და უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი ბიზნესმენი ჭყალებში და დაჩაგრული ბიზნესმენი მოგმართავთ აუცილებლად. რა თქმა უნდა და იცით რა შეა საქმე და ამიტომ ვიძახი რომ არ უნდა დარჩეს. ეხლა იმიტომაც ვაპირებთ პროკურატურაში გადაგზავნას რომ თუ კი TBC ბანკს მართლაც რეალურად გააჩნია იმის მტკიცება რომ მათზე წნეხი ვრცელდება და ვიღაცა უდანაშაულოდ მათ ტალახს ესვრის ეს კითხვები ამ კითხვებზე მათ უნდა გასცენ პროკურატურასთან და სხვა ყველაფერთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იყოს მტკიცებულება. რა თქმა უნდა მტკიცებულება მაგრამ მტკიცებულება არ არის ის რომ 118,000 ლარად გაყიდეს ელიტ ელექტრონიქსის აქციები. ეს არ არის მტკიცებულება იმის რომ თუ კი შენ მილიონობით დავალიანება რატო ყიდი მაშინ 118 და შემდგომ ანზორ ქოქოლაძე მიმართა რომ სამჯერ მეტ თანხას გადაგიხდიო და არ დააბრუნეთ ეს აქციები. უარზე წავიდნენ. ის არ არის მტკიცებულება რომ ქალაქის მერი გამოდის და იძახის რომ TBC ბანკი შემოვა მართლობაში და რეალურად ცუდი მენეჯმენტი ყავს ელიტ ელექტრო. ის არ არის მტკიცება, როდესაც ელიტ ელექტრონიქსის მართლობაში სურდა TBC ბანკს თავისი მართლები შეეყვანა და გააკეთა კიდევაც და შემდგომ მოხდა ეს დავალიანებები და ეხლა როდესაც ხშირად იმეორებენ რომ აი ვადაგადაც ვით ასაბუთებდნენ იმას რომ ელიტ ელექტრონიკს ყავდა ცუდი მენეჯმენტი. ვერაფრით, იმიტომ რომ ვადაგადაცილებები არ იყო, ერთი ვადაგადაცილება იყო ის 4 დღიანი, როდესაც ანზორ ქოქოლაძე გადადიოდა, და შემდგომში ის პროცედურები, რომლებიც დაიწყო მხოლოდ ჩვენ სქემა, როდესაც თქვი, ყველა სქემა ანალოგიურია ამის მსგავსად, რომ აუცილებელი იყო ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებს შეეყვანათ მართლობაში თავიანთი ხალხი, რათა შემდგომ დარღვეულიყო სესხით გაკოლექცია. ან თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ბრალდება იყო სრულიად უსაფუძვლო? რა თქმა უნდა, უსაფუძვლო, იმიტომ რომ რეალურად არავითარი დარღვევები არ ხდებოდა, პირიქით თვითონაც აღნიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო წარმოება, როდესაც დაიწყო, ისე კარგად მიდიოდა ყველაფერი, რომ რეალურად ამას გარდა იცით რა შეა საქმე, მე დამავიწყდა და გამოვჩა, რომ ანზორ ქოქოლაძეს იმ პერიოდში მქონდა ესე იგი მსოფლიო ბანკთან, აგრეთვე სხვა ევროპულ ბანკებთან მოლაპარაკებები, უნდა დასაქმებულიყო, ისაც ასეულობით ადამიანი იყო დასაქმებული და გეგმა არსებობდა ესეთი, რომ 6,000 კაცი უნდა დასაქმებულიყო და ბოლოს, როდესაც აი 7 მილიონი დააწერეს, ანზორ ქოქოლაძე იმაზეც იყო თანახმდა და ეს ფაქტებით არის დადგენილი რომ სამაგად გამინაწილეთ გადავიხდით ამ თანხას შემდგომში ნუ ალბათ დაპირებდა იმ ბრძოლას და დარწმუნებულად აპირებდა გამინაწილეთ ეს და ანუ ჩვენ აი ამდენ ხალხს დავასაქმებთ ამდენ ინვესტიციები შემოვა მაგრამ ხელისუფლების მიზანი იყო რომ ეს კომპანია ჩაძირულიყო ისეთ რაშია საქმე ბევრი ხა TBC ბანკის წარმომადგენლები ხშირად გამოდიან და ამბობენ რომ ის ხელისუფლების თამაშს არ თამაშობენ მე ძალიან ხშირად ხედავდი მათ აი მწვეულებებს მე ხშირად მსმენია სხვათა შორის მწვეულებები რომ იმართებოდა თანხები რომ უნდა გადაგიხადა და იქ სუფრაზე რომ უნდა მოხვედრილიყავი და ხშირად იმართებოდა. ნუ დახურული წვეულებაა და ნუ მან თვითონ ჩვენგანს აქვს ის უფლება რომ დაპატიჟოს და გარკვეულად საფასურად ხდებოდა იქ დასწრება არა ისე არა გასაგებია მაგრამ გვაქვს მაგის უფლება ხო მე არ არის დანაშაული. არა დანაშაული არა არის კორპორატიული წვეულება კორპორატიული მაგრამ როდესაც შენ ლაპარაკობ რომ მე ხელისუფლებასთან არაფერი არ ამაქვს და როდესაც შენ ქალაქის მერი გარკვეულწილად და ესეთ რაღაცას ეს არის ფაქტობრივად აღიარებითი მტკიცებულება.
შემდგომში იცით რა შეასაქმე რომ აქ ეხლა ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ამ კომპანიაზე, ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, გარდა ელიტ ელექტრონიკის სხვა კომპანიებში ესე აქტიურად იყო ჩართული. გახსოვთ თქვენ ის სკანდალური გარიგება ეხლა ელიტარული კორუფციის ნათელმა დასტური ეკიპარისობის საქმე 980 ლარად რომ იქნა ესე იგი შეფასებული 15 ლარიანი ესე იგი 980 ლარი გადაიხეს 15 ლარიან კიპარისებში. ანუ ეს თემა გიგი უგულავას მიმართ ძალიან ბევრი კითხვები არსებობს და ეხლა შემდგომში როდესაც ალბათ წარსდგება იგი სამჯეროს წინაშე ალბათ ესენი ნაციონალები კიდევ ერთ ისტერიკას ატეხავენ რომ აი კიდევ ერთი ადამიანი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. არავის თვითმიზანი არ არის რეალურად რომ ვინმე პასუხისგებაში. ეს არ არის პოლიტიკური დევნა, ეს არ არიან ესენი არ არიან პოლიტპატრონები. თქვენ ითხოვთ პასუხს იმ კითხვებზე, რომელიც გაუჩნდა საზოგადოებას თითოეულ ბიზნესმენს და თითოეულ მეწარმეს. ამ ანგარიში, როდესაც სხვათა შორის აი ელიტ ელექტრონიკსში, როდესაც აი კეზერაშვილზე ვლაპარაკობ ჩვენ, აი ეს ელიტ ელექტრონიქსის მმართველობაში კიდევ გალფის, ანუ დღევანდელი გალფის წარმომადგენლები შევიდნენ და ეს კეზერაშვილი ელიტ ელექტრონიქსის წარმომადგენლად ასაღებდა თავს, როდესაც გორენიესთან ვესტერთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. და ფაქტიურად კეზერაშვილი იყო ფაქტიურად აი ეს კასირი, როგორც ბოდიშთა ჟარგონისთვის, სააკაშვილისა და თვითონ ამას ვერც უარყოფს და რეალურად ეხლა დადგა უკვე დრო, რომ ყველა მაგოს პასუხი. იმიტომ რომ ხვალ იგივეს არ გააკეთოს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ დაუჯელობის სინდრომი ძალიან ცუდი არის, როდესაც ადამიანს შეერდება. შემდგომში ჩვენ არა ვართ დაზღვეულები რომ მე ჩვენ იგივე კრიტიკულები ვიქნებით ამ ხელისუფლების მიმართ და სხვა ხელისუფლების მიმართაც და ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია. თუ არა იმას რომ თქვათ ის ადამიანები რომლებსაც არ აქვთ იდენტური ზარალი მიღებული, ამოიღებენ ხმას და ისარგებლებენ ამ ვითარებით. იცით რაშია, ყველა ამოიღებს ხმას, რეალურად იცით რაშია, აი ხა სანამ არჩევნები დამთავრდებოდა და ეხაც კიდევ არის სხვათა შორის შიში. აი სააკაშვილი სანამ საქართველოს პრეზიდენტი იქნება, რეალურად კიდევ არსებობს ადამიანები, იმიტომ რომ რეალურად პრეზიდენტია, ახლა გინდა ესე თქვი, გინდა ასე თქვი, ეს ადამიანია პრეზიდენტი. არა ბატონო ნიკა, მე კითხოთ სხვანაირად დავსვი. არა ის ადამიანები, ის ბიზნესმენები, რომლებიც არ არიან, თქვათ, აი ასეთი ფორმით დაზარალებულები, ანუ ნაკლები ზარალი. გასაგებია, მე თქვენ კითხოს. ნუ ვართ ამ საშიშროების წინაშე. და როგორ უნდა დაადგინდეს, თქვათ, ეს ადამიანი არ ცრუობს, მოკლევის შედეგი. რა თქმა უნდა, მოკლევის შედეგი. დღეს ხათაშვილის დღეს დაუშვეს კბილაშვილს, აი ზუსტად აი ჩვენს მიერ წამოწეულ საკითხზე კითხვა, როდესაც ბრიფინგი იყო პროკურატურა. ძალიან ბევრი კითხვას დაუსვნა ბატონ არჩილს. ძალიან თუ დაუშვეს კითხვა ხათაშვილის ჩვენ ახლა აი ამ განცხადებასთან დაკავშირებით, TBC ბანკთან დაკავშირებით და განაცხადა. მე ხათაშვილის ახლა პროკურორის ძალიან ძიმე მდგომარეობაში. თქვენ ახლა იცით რა, იმიტომ რომ უამრავი საქმეში ამას დაჭირდება წლები. როგორც თავად აღნიშნეს, განცხადებების მიღებას ვერ ასწრებენ. არა და ახლა იცით რა შეასაქმე, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს დიდი შემჭრეტელობა, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური გამომძიებელი უნდა დაემატოს იქ და პროკურორი. ვინაიდან ახლა იცით რა შეასაქმე, ახლა თუ ძალიან გაიწელება ეს თემა, საზოგადოებაში ძალიან ცუდ რეაქციას გამოიწვევს, რომ ახლა ადამიანები ითხოვენ რეალურად სამართლიანობის აღდგენას. გასაგებია ეს ერთ დღეში, ორ დღეში ვერ მოხდება, მაგრამ ამის პროცესი რომ მოხდეს ამისთვის საჭირო ადამიანური რესურსები. დღეს ახლა პროკურატურის სისტემაში მომუშავე ადამიანების 70% არის გასაშვები, იმიტომ რომ ჩვენ ამაზეც ხონა სოციალისტური შეჯიბრებები იმართებოდა პროკურატურებს შორის, ვინ უფრო მეტ თანხას შეიტანდა ბიუჯეტში. ჩვენ უახლოეს დღებში ძალიან სკანდალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ, თუ როგორ ხდებოდა აი ამ საპროცესო შედახმების შედეგად ფულების თავიანთ ჯიბეებში წაღება. ეს ხდებოდა როგორ? ვიმედოვნებ რომ მოგვაწოდეთ ამ ინფორმაციას. ანუ ხდებოდა ანგარიშების გახსნა, ეუბნებოდნენ ესე იგი ბრალდებულს რომ გახსე აი ამ ბანკში უნდა გახსნა, შემდგომ ეს ანგარიში იხურებოდა კაცმარიცის ეს ფული სად მიდიოდა. და აი ამ კონკრეტულ ფაქტებს ჩვენ დავდებთ და უნდა აგოს აი ამ ბიზნესმენებზე პირველ რიგში შეტევებს ახორციელებდნენ პროკურატურის თანამშრომლები. ჩვენ განვაცხადეთ დღეს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე არის მიხეილ ჩინჩალაძე. ეს არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ეს ამ პიროვნებამ ერთ-ერთ ბიზნესმენსაც ესეთი რეკეტი მოუწყო, იქ ზედასენის ქარხანა სადაც არის თქვენ, იქ მიწას ფლობდა ბიზნესმენი, რომელსაც ეს მიწა წაართვეს, ჯერ მამა დაიჭირეს, შემდგომ შვილი მისცეს პასუხისგებაში, ანუ სახელმწიფოში იყო არნახული რეკეტი. ეხლა რუსთავიოს და იმეც რო ჩართავდი, კაცი გეგონებოდა შვეიცარიაში ცხოვრობდით, მაგრამ უცბად ეხლა აი ამდენი აზვირთება, ამდენი ინფორმაციის წამოსვლა ზოგიერთისთვის შეიძლება იყოს რაღაცა ვინც ეხლა არ უნდა და გაეგო, არ უნდა და მოესმინა, სანამდე მანდამაი ციხის კადრები არ ნაკეს, არ დაიჯერა ზოგმა რო რაც ხდებოდა, ცოტა არ იყოს
გასაუგნებელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვენ კიდევ არიცით რამდენ დანაშაულის შესახებ გავიგებთ. მე ხა ჩვენ აი ამ პრესკონფერენციების შემდეგ დამიმართ უამრავი ბიზნესმენი მოგმართავს. უამრავი ბიზნესმენი მოგმართავს, რომლებიც ეხა მე არ მინდა წინასწარ რაღაცა ლაპარაკი დავიწყო რაღაც კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყოველთვის კონკრეტულ ფაქტების აპელირებას ვახდენთ. ფაქტები აუცილებელია და როგორც აი ამ აღნიშნულ დასწრასთან დაკავშირებით, აი ელექტრონიკისთან დაკავშირებით და ფიქრობ, რომ მე ეს ხელისუფლებამ არ უნდა გაუწროს იმედები საზოგადოებას და რაც შეიძლება მე მესმის, რომ ძალიან დიდი შრომატევადი სამუშაო, მაგრამ არ უნდა დარჩეს დაუჯელი არავინ. ეს იქნება ბიზნესმენი თუ თქვენ ხელისუფლებასთან დაახლოებული, იმიტომ რომ რეალურად იცით რა შეა საქმე, მესმის თქვენ ახსენეთ რომ ზოგი იყო მაგალითად ესეთ რეპრესირებული ბიზნესი, ზოგი იყო ხელისუფლებასთან შეკრული, არ შეიძლება იცით რა შეა საქმე. მე კარგად მახსოვს რომ რეალურად აი როდესაც ეს თქვენ ქართულ ბანკს რაც გაუკეთეს, 10-მა ბანკმა ხმა არ მოიღო. ეს იყო ნამდვილი სირცხვილი საბანკო სისტემის. დიახ, ნამდვილი სირცხვილი საბანკო სისტემისა და იმ დღეს ეგ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა რომ ну რა ვთქვა ჩვენ რაღაც პროტესტი მე ჩვენ არ დაგვინახია ეს რა ხდებოდა თქვენი კომპანიის მიმართ ინფოცხრის რა ხდებოდა მაესტროს მიმართ გლობალ ტივის მიმართ და არავინ ხმას არ იღებდა და ეს არ უნდა გაგრძელდეს დღეს იცით რა შეა საქმე ეს ბიზნესის საქართველოში ადამიანები უნდა დაასაქმოს ბიზნესმა როდესაც ელიტ ელექტრონიკს ამას უკეთებდა სხვა კომპანიებს იმიტომაც იყო მძიმე მდგომარეობაში ქვეყანა რეალურად ადამიანს რომ სურვილი ქონოდა დაესაქმებინა მოქალაქეები ვერ დაასაქმებდა იმიტომ რომ ეხა როდესაც ავერსი იძახის რომ მეო ნებაყოფლობით მიმქონდა ფულიო ნაციონალების საარჩევნო შტაბში და კაცო ჩემი ნება არის რაღაცა ეჭვი მეპარება რომ ავერსი თავისი ნებასურვილით მიქონდა საარჩევნო თუმცა ნუ გამოვრიცხავთ რომ ვინმეს გაუჩნდეს სრული პირადად მივიდეს და არ წაიღებდა და აი ზუსტად ელიტ ელექტრონიქსის ელექტრონიკის ბედი ეწეოდა და მე არ მჯერა იცი და ბიზნესმენი რო ხარ შენ თუ გინდა შენი ბიზნესის განვითარება პოლიტიკურ პარტიაში კი არ უნდა წაიღო შენ კომპანიაში უნდა წაიღო ეს ფული ამიტომაც უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს შეხვედრებს რომ ხელისუფლებასთან შორს დაიჭირეთ თავი ნუ ხართ ხელისუფლებასთან სიახლოვეში, იმიტომ რომ ჩვენ განთავისუფლებთ აი ამ წნეხისგან და რაღაცა ამჯერა რომ მე ეს კომპანიები რაღაც ნებასურვით მიგონა სირცხვი მაგრამ შემოწირულობა ხო ნებაყოფლობით იყო ზედაზღვარი თქვა იურიდიულისთვის ფიზიკურისთვის და ნუ ფაქტები გვაქვს უამრავი რომელიც იყო გადაჭარბებული 300.000 400.000 ამ სტუდიაშიც ჰქონდა საუბარი იმაზე რომ თქვა 450.000 ისე გადაირიცხა რომ ყველა ზღვარი ზედაც და ქვედაც დაირღვა არა ჩვენ იმის მომსწრებით ვთქვათ კომპანიები გადასულა ერთი და იგივე დღეს საღამოს 12 საათზე თქვენ გამორიცხავთ რომ ვინმემ ნებაყოფლობით მიიტანა იქ ფული იცით რა შეიძლება 95% იმ გადარიცხვებისა მოხდა ძალდატანებით არ გადაიხდიდნენ და ძალიან თქვენ კარგად მოგეხსენებათ რა ბედი ეწია იოლს თემურ კვარაცხელია სხვათა შორის ბიზნესმენი ბინაც კი აღარ დაუტოვეს ამ ადამიანს იოლი გახსოვთ ალბათ ესაც ასევე ბინაც არ აქვს საკუთარი ამ კაცს. მოიწვიეთ ერთი სტუდიაში და ილაპარაკებს როგორ და აი ამ კაცს ვირა დაუჯდა ის ერთგულება ნაციონალ სხვათა შორის ესენი იმ ხალხსაც არ ინდობდნენ ვის ფულს წირავდა ნაციონალურ მოძრაობას. ეს ადამიანი გარკვეულ ლოიალობას იჩენდა, ფულსაც ურიცხავდა, სხვათა შორის დეპუტატობის კანდიდატიც იყო, მოხდა თუ არა არ ვიცი, აღარ მახსოვს და დღეს ბინაც არ გააჩნია ამ ადამიანს ისე დღეში ჩააგდეს. ამიტომ ზოგს იმანაც ვერ უშველა ისე რომ იცოდეთ რომ აი ფულებს ურიცხავდნენ და ხელისუფლებასთან მოძრაობასთან სიახლოვეს იყვებთ რომ სააკაშვილი თავისი ადამიანობით იყო ისეთი ადამიანი რომელიც რეალურად ვერ გაშურეთი ვისთან ქონდა შეხება და ამიტომაც ბევრმა ჭკვიანმა და მე თქვი კიდევაც ერთხელ რომ ყველაზე კარგი სიტუაცია ელიტ ელექტრონიკსთვის იქნებოდა ის რომ საკუთარი ბიზნესი გაეტანა და ამით ქოქოლაზე გადაერჩენდა თავს მაგრამ რეალურად ეხა ის რა არის ადამიანი რომელიც ასეულობით ადამიანი ყავს დასაქმებული ქვეყანაში ძალიან ძნელია ეხლა აწყობილი კომპანია აიღო წაიღო მე ისევ გადმოიტანო და ამის გაკეთებას ბევრი ერიდებოდა და ამიტომაც ხდებოდა შემდგომ სვერპლი ხელისუფლება. ბატონო ნიკა, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ანგარიში TBC ბანკთან მიმართებაში
უნდა წარადგინოთ პროკურატურაში. თუ გეგმოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წამოწიოთ საკითხი უგულავესთან, კეზერაშვილთან. არა, აქ დევს ყველაფერი, არა, დაკითხვასთან დაკავშირებით. არა, რა თქმა უნდა, ეს უკვე გამოძიების, ეხლა პროკურატურა აქ დევს უგულავას, ეხლა მე ძალიან, არ გამოვიდა, აღიარებითი ჩვენებაა ის გამოსვლა, რაც იყო სამწუხაროდ დღეს ვერ რუსთავი 2-ზე გამოვიდა კურიერში და ადამიანმა დააფიქსირა, ანუ ეს არის სამსახურეო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც მან ჩაიდინათ და მე მინდა თქვა, რომ აი აქ მუხლები გვაქვს ჩამოწერილი, ანუ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოება კომპანიებმა Elite Electronics-ი მიმართ ჩაიდინეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურეო უფლებამოსილების გადამეტება, კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლა, უდანაშაულო პირის განზრახ მისცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, იძულება, ნივთის დაზიანება და განადგურება, მითვისება ან გაფლანგვა, თაღლითობა. აი ეს დანაშაულებები, ახლა საჯაროთა შეკრებითობის პრინციპით ალბათ 100 წელი ეკუთვნით. ეს არის თქვენი ანგარიში. დიახ, ეს კონკრეტულად სამომავლოდ მოკვლევის დიახ, ეს გამოძიება აუცილებლად უნდა დაკითხოს ყველა ადეიშვილიდან დაწყებული, კეზერაშვილიდან დამთავრებული და ყველა იმ TBC ბანკთანაც უნდა დაისვას კითხვით, რომ აქ არის კონკრეტული ფაქტები. ჩვენ არავის ბრალს არ ვდებთ და არ ვთვლით, რომ დამნაშავეა. ეს უნდა გააკეთოს გამოძიება. ჩვენ არც პროკურატურა ვართ, არც სასამართლო. ჩვენ უვიძახით, რომ აქ იკვეთება უბრალოდ დანაშაულებები. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელ პრესზონას უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლას მჟავანაძე სტუმრობა წარმატებებს გისურვებთ. ბატონ ნიკა, გმადლობთ რომ გვესტუმრეთ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ მომავალ საეთერო შეხვედრამდე.